ვცდილობ. ეს ისე პიცა ჩემს მიყვარს. შევხვდით ერთმანეთს გზაში. მარიკონა და სიყვარული. ჩაბუყას მეტყვა. მარიკო. დედიკო. მობრუნდით. მოდი გაგისწოროთ მას სიყვარულო. მარიკოს სწრაფად ცოტა გაგვაგვიანდება. წავედით. აი მე ხალხო უკვე ისე მცხელა რომ გადავწყვიტე ჟაკეტის წამოსვლა, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა ის ჟაკეტი რომელიც მაქვს სქელია ხალხო და სამსახურებიდან მივდივარ ხუხვით. ისეთი სველი მივდივარ რომ აი რა მივხვდი რომ მორჩა. დამთავრდა ჩვენ პირდაპირ ზამთრიდან გადავდივარ ზაფხულზე ამის. ეს ზედა რომელიც მაცვია გოგოებო და ეს ძალიან ლამაზი ჟაკეტი სხვადასხვა ძალიან მომწონს. ორივე ერთად ვიყიდით 20 ლარად. ჩვენთან არის ნახალუკაში ძალიან კარგი მაღაზია გახსნილი ევროპული დასაცმლის. ხوار გონიათ რომ ან სუნი დგას აი მეორადებს რაღაცა სპეციფიური სუნი. აი უსაშველოდ კარგი მაღაზია. საკიდებით ყველაფერი და ძალიან ისეთი რა. სადაც შეხვიდე და ვერაფერი ნახო, უბრალოდ გამორიცხულია რა. იმდენად კარგი რაღაცები აქვთ. ხო და კიდევ სხვა რაღაცებიც ვიყიდეთ. ხო და იმებსაც ეტაპობრივად გაჩვენებთ, თუმცა ეს ზედები ორივე ძალიან ესეთი ჟაკეტია. ძალიან ლამაზი, აი და რაღაცა ეს ფერი ძალიან მომეწონა და საკომ ეგრევე სწრაფად აიღეო, ზენა ვინმე ზაუღიაო და თან ხო სულ ხალხი ყავთ. ანუ ძალიან კარგი მაღაზია და უკვე წლებია მანდ არის და სხვადასხვა მან მაქვს ზაფხულში კარგ ტანზე რო ვიყავი. ნაყიდი კაბები, აი ყველა მეკითხავდა სად იყიდეო ესეთი ლამაზები. აი წითელიც რომაც ხომ წინწყლებით. ეგეც იქ არის შეძენილი. ზაფხულში შავი კაბა რომაც ხოლმე. ეგეც იქ არის შეძენილი და კიდე რა ვიცი. ძალიან კარგი კაბები აქვთ. არა მხოლოდ კაბები. როგორც ხედავთ, სასწაული მზე გვაქვს. აბა რა იყო ის თქეშიმი არ ვიცი გუშინ. უკიდურესად საზიზღარი ამინდი წავედით. მთელი სარეცხი დამისვლა, ანუ ძალიან ნერვებზე ვიყავი მოშლილი და ეგრევე შემოვკიდეთ მე შიგნით რამდენიმე რაც გვჭირდებოდა. მათ შორის ესენი გუშინ მაგდონალდშიც ვიყავით მე მარიკო და დედა. ცოტა განვიტვირთეთ. ყავას რაც შეეხება გუშინ კადრებში კი ნახავდით. არის უსაშველოდ ცოტა ხალხო. მოდიდე. მესმის რომ ეგ ყავა არა ვიცი. არც საბერძნეთში არ არის ხოლმე სავსე ბუნებრივია, იმიტომ ძალიან მძაფრია და ისეთი. მაგრამ ძალიან ცოტა სხია. ძალიან, ანუ ფასთან შედარებით აი მართლა ძალიან ცოტა ფასიც უნდა მივხედოთ ალბათ. ხო და მარიკომ აფრი მიირთვა ფანტა ჩვენ ყავა მივირთვით, კაი ხანი მიჭორავეთ სხვათა შორის. მერე გამოვიარეთ რაღაცები გვინდა გვიყიდე და აი რაღაცა შემთხვევით რომ შეივლი, ხო იცით? შევიარეთ მანდ, ხო და კი ვიყიდე. ჩემი ზომა რაღაცები მეც გავიკვირდა. აი ეს ჟაკეტი ისეთი მაგარი ხარისხია გოგოებო, რომ რა ვიცი. ნებისმიერ მაღაზიაში მინიმუმ 50 ლარზე ნაკლები ვერ ეღირება, მინიმუმ გეუბნებით. ძალიან ლამაზია, ძალიან სადაა და ხარისხი აქვს სასწაული.
და ის რაც მოცია ახლა მაგალითად 20 ლარად ორივეს ერთად კი არა შეიძლება რა ვიცი ხალი ვერ იყიდო ადამიანმა და თან პრობლემა ყოველთვის მაქვს მაღაზიაში ის რომ ჩემი ზომები და საერთოდ პლუს ზომების ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე რა რაღაცები საიძედო დიდი ზომები მივიღეთო და მივწერე რა ხო და გეხვეწებით რა ის დიდი ზომები რა ნუ მოტყუდებით შემსავით ხალხო იმიტომ რომ ის კიტყვენ დიდი ზომაა მაგრამ არ არის ამ დროს ძალიან ბევრი სამოსი მაქვს რომელიც მაქვს ნაყიდი და მაქვს პატარა მე ისე წავიღო ეგეც არ ვიცი მარიკო დედა რა ვიცი ყვარულო როცა ადამიანები მეუბნებიან რომ ზარებად ბაღში ატარონ ბავშვები და ამ დროს დღეს 6 საათზე ავდექი და მარიამი ავაყენი 7 საათზე სახლიდან გამოვედით 8:25 ამის ფონზე არ მესმის ხოლმე ადამიანების ეს მიდგომა რომ იმდენად ეზარებად ბავშვები ბაღში ატარონ რომ ბაღის გარეშე ტოვებენ როცა გეზარება ეგ სხვა რამეა ხალხო და ნუ ვაბრალებთ ხოლმე რომ ემოციური კავშირი წყდება თუ რაღაცა არაფერი არ წყდება ხალხო დამიჯერეთ უბრალოდ გეზარებათ დილამშვიდობის მეგობრებო მოგესალმებით გაგანია საბურთალოდან წავიდით სამსახურში ვიცი დილით მივასკდებით ხოლმე სამსახურებს ყველას მოგესალმებით ნუ ვიჩვლა დღესაც მის საღამოს რა ვიცი სხვადასხვა სმენებია ხოლმე მაგრამ ტოროლებს გამძლეობა ხალხო იმიტომ რომ ის რატო ასე გადმოჩაჩული ვინ იცის არ მკითხოთ ისე ეძინება გონზე არ არის ხვალ დედა მოდის ბაღში მარიკოსთან ზეიმის რეპეტიციას უნდა დაესწროს რადგან დედა მალე მიფრინავს და ვერ იქნება ზეიმზე ამიტომ იყოს რეპეტიციაზე თან ნახვა უნდა ჩემი თანამშრომლების ასე რომ მომეცხრელდე კარგი მზე გვაქვს გუშინდელივით და რა ვიცი იმდენი ხალხი მოდის ქოლგით ალბათ დღესაც ვიმარ გამოცხადებ იმედი ვწდები მარიამს გეფიცებით სულ ძლივს მივათრევ რომ პარასკევი გადავაგორო ხუჩაბადი პარასკევი ანუ წავედით ძალიან გამიჭირდა ეს კვირა საშუალოდ იმიტომ რომ დიაში ისედაც ძალიან მძიმე კვირა გვაქვს დატვირთვადი და პლუს ბავშვის დარება მძინარე პოზიციაში კიდე სამაგად გუშინ გადმოდი დედიკო მომეცხელი სიყვარულო სათხარ გუშინ გოგოებო აი ისე წვიმაში მოყევი ისე წვიმაში რომ რა ვიცი რა გითხარ თქეში წვიმა იყო სუსველები ვიყავით მე და მარიკო მე ეგრევე ჩავხტი რა თქმა უნდა ტაქსში დაძალადევზე ხო და ავედით სახლში ყობა დამხდა სახლთან გადაიყვანა ბავშვი ტაქსიდან მძინარე გამოვიცვალე მივწექი მარიკოს ეძინა მძინარე იყო და მივწექი რაღაცა თხელის არაფანი მეცვა თურმე ძალიან მოკუნტული წოლი ვარ ჩემი მეუღლე შხაფს იღებდა სანამ გამოვიდა მე დამძინებია ანუ 9 წუთებზე ეგრე რა ხო და მიგაფარეო მე
გაგუძევდი ვერ გაგუძევდა საბოლოო ჯამში 11 საათზე ძლივს გამომაფხიზლა და მე ვიძახი მეთქი ანუ სათი რომელია თქო ვერ მივხვდი რა მოხდა რა მეთქი რატო გამო აი ისე გეძინა ჯერ ხო ნეტა რამე მიგეფარებინა სანამ მე გამოვიდა მოკუნტულიო მე აი გონში ვერ ჩაგაგდეო რამდენჯერ დაგიძახეო და დაგანებე თავი მე ერთად გავიღვიძეთ მოკეთმე და მარიკოში დამციოდა მე რადგან გციოდა ოჩაგირთე გათმობაო მე გამოვიღვიძე ვარსუსველი იმიტომ რომ უკვე ახლა ისე რო გითხრათ რომ ისეთია რომ გათმობა უნდა ჩაერთოს მაგრამ აი ძალიან მციოდა და რო გამოვიღვიძე ხალხ აი მე მეთქი ფანჯრები გააღე ანუ რატო ცხელა ასე თქო ვერც მივხვდი რომ ჩართო გათმობა ვაი გათიშე მე თქო ფანჯრები გამოაღე კლა ამ გზით გინდა ას უკეთ გუშინდელი დღე თან შაბათს ჩემს თიას არ ეცალა ანუ მეწყვილეს და გადავცვალეთ მორიგეობა და გუშინ მოგვიწია მორიგეობა და ამიტომ გადავიღალე კიდე სამაგად ასე რომ გუშინაც კაი მძიმე გუში გოგოება მოვიჭერი მონა გუშინ კი არა გუშინ წინ და აი მე ხალხო ეთყობა ცოტა ხრმად მომივიდა ახლა რომ შემოვდიოდი ჯგუფში თითი მივარტყი კარს და ისე მეთქი რა მეტკინა და ახლა დავაკუთე ვაიმე შესიებული მაგრამ ამას ასწრაფოთ ახლა სახლში მივალ თუ არ თან გაწითლებულია ნახეთ უნდა ქაფური და რაღაცები რომ თუ რამე არა რაღაც არის აშკარად ჩირქის მაგვარი აი სულ ვიძახი რომ შვილო ღრმად ნუჭრე მაგნუნას ბავშვობიდან სამწუხარო დავიზიანე ნუნები იმიტომ რომ ძალიან ღრმად ვიჭრიდი და რატო ვიჭრიდი არ ვიცი და ახლა უკვე მივყევი ისე ღრმად ხან მაქვს ხოლმე წამოვლები რომ არ ვიჭრი ღრმად მაგრამ ახლა ფაქტობრივად ამას უყურეთ так გადასარევა და გადაჭირკები მოდი ჩვენი თეთრი რაში გუშინ უყურე გოგოებო ნაკაკალტოსშვილი იყო ერთ-ერთი გადავახტეთ გუბეს პოდკასტის სტუმარი და უყურე ნაწყვეტს რომ საუბრობდა პარტნიორზე ანუ ის რომ მისთვის პრიორიტეტი არ არის რომ პარტნიორთან ერთად ცხოვროს უეჭველი რა და რომ მისთვის სხვასთან ცხოვრება საერთოდ არ არის რაღაცა იდეა ფიქსი და არ იქ და იყვარს და უეჭველი ერთად უნდა იყოთ და ასე შემდეგ რა ვერად ბეძიათ გზობს ცალკე ვიდრე სხვა ადამიანთან რო იცხოვროს და აი ეს რაღაცაო მარტოობა მარტო დარჩი ჩემთვის არ არისო რა იქით განმარტოება ანუ სიამოვნებს და მე გადავხედე კომენტარებს ესე იგი გოგო იმას მიაქვესკნელეს რომ არიქა ანუ რომ შენ სხვასთან ერთად გინდა აქეთ გიციარული და იმას ერთად ცხოვრება არა ქალმა უეჭველი უნდა შექმნას ოჯახი და მსგავსი რაღაცები საერთოდ არ მიმაჩნია გოგო რომ ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შექმნა ოჯახი ანუ რატო უნდა შექმნა თუ არ გინდა შესაძლოა გიყვარდეს მაგრამ ოფიციალურობა ოჯახი სხვა პასუხისმგებლობების საერთოდ არ გინდოდეს ეს ანიშნავს რომ არ გიყვარს ეს ანიშნავს რომ კიდევ ბევრ რამეს რა მოკლედ რა ხო და ანუ რატო გათხოვდეს გათხოვდა უკვე ყავდა ოჯახი და ანუ ახლა მარტოა როგორც ისიც დიდი ხანი უკვე გაშორებულები არიან ხო და სადა და აშკარად არ მოეწონა და ანუ რატო უნდა სადოს თუ მას არ უნდა რომ ახლა ვიღაცა მართვას რომ შეყვარებით ერთად დაგულობს აქეთ-იქით რაღაცები და ერთად არ ცხოვრობენ თუ რაღაც ანუ მე მგონია რომ თუ გინდა უნდა შექმნა თუ არ გინდა და ფიქრობ რომ
ვერ თავი შეიკავ და არც ის ადამიანი არ უნდა გაუბედურო რა. რომ შენ არ გინდა და მე რაღაცა ეს ბარიერები გაქვს უამრავი. ასე რომ არ უნდა ძალიან ბევრ ხალხს აღიდა. მე მაგალითად გოგოებო ქმარი რო ამყავდეს ახლა შესაძლოა არ გაგთხოვილიყავი, ანუ აღარ უბრალოდ ანუ ვარ ცხოვრობდი ახლა ქმართან ერთად და ჯვარი წერია დაშორებული იყო, აღარ გავთხოვდები, იმიტომ რომ რაღაც და ანუ ვერ ხო ახლა მეტყვით რომ მარტოება რთულია, აბსოლუტურად გეთანხმებით. რთულია, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვერდში გიდგას ადამიანი და ძალიან რთულია. ვით უფრო ასაკი გემატება, შვილები თხოვდებიან, ინიშნებიან და დიახაც რომ მე რაღაცნაირად მარტო რჩები. მაგრამ ალბათ აღარ ანუ ამ ნაბიჯს არ გავავდგამდი, იმიტომ რომ იმდენად დიდი პასუხისმგებლობებია. არის ძალიან ბევრი ჩარჩო, რაშიც ხარ მოქცეული, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მარწუხებში ხარ და გახჩობს ვინმე. არა, ეს ავტომატურად ხდება. რაღაცა ჩარჩოებში ექცევი, რაც ოჯახურია და ესენიან ჩვეულებრივი ამბავია რა. ხო და რატო ავიტკიებდი თავს ახლა თავიდან? მით უფრო ნახეთ. მარიამი მყავს და ჩემთვის ალბათ ძალიან რთული იქნებოდა მე ამ ყოველთვის დალაგება ჩემ შულთან, მე ვთქვათ ვიღაცასთან რაღაცა ურთიერთობები დალაგდეს, მიიღონ ერთმანეთი, ანუ მაგის ნერვი სად მაგ ხალხო. ჯვარი მწერია ისე რომ ვთქვათ მაგალითად მომყავს რაღაც. მაგის ნერვი საერთოდ არ მაქვს. და ალბათ ნაკაც მაგ ამბავშია, რომ ანუ მე რა ძალადგია. არ ვიცი, ალბათ მე რა არის იცით? ეს რომ მithქვამს, ბევრს ვთქვამს, რომ აი რომ შეგიყვარდება და უშოთ ხო მე ვიღაც ადამიანი, ვინც უკვე შექმნა ხო მეორედ ოჯახი. ანუ ვთქვათ შეყვარებული ყავს რაღაც, ავტომატურად ამის მოთხოვნება გაქვს, რომ ერთად ვხვდები? ამას მეუბნებიან ხოლმე, რომ მე ავტომატურად ხდება. ხო, არ ვიცი მე არ გავუმაცდებინოთ, მაგრამ ამ გადმოსახედით არ მგონია ამ გადმოსახედით. თუმცა როგორც მიხსნიან, იმ გადმოსახედით ასე არ არის. ბევრისათვის ისია, როგორც ვთქვათ, ნანკა ამბობს. როგორც მეც ვამბობ, ვთქვათ, რომ გიყვარს კი ბატონო, რაღაცა ერთად ხართ და მაგრამ ხალხ პასუხისმგებლობებია, რომ თუ კიდე მეორედ მე სანაცისოს გაცნობებით, ვაიმე არ შემიძლია. მე ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. მსგავსი რაღაცებისათვის მე მგონი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ალბათ თუ მოდის მე სიყვარული, სხვანაირად ლაგდება რაღაცა. არ ვიცი. ახლა სადაც ვარ, ესე იგი პირველად ვარ ამ ადგილას და გონზე არ ვიყავს ეს რომ ვარსებობდა და ისეთი უცნაური ადგილია, რაღაცნაირი ფუფუნებას თუ ეძებ, აქ არ უნდა მოხვდე, ფუფუნებას ვერ ნახავთ, აი ბეტონზე ეზოში რომ მაგიდას დადებ და ძალიან უჯახური გარემო როა და გნირთმევანი ჭიქაღონოს და ზუსტად ეგეთი ადგილია და რაღაც ერთ საათს მომეწონა. თბილისში არ მეფონა ესეთი ადგილი თუ იყო. აქ არის ლიტერატურული თეატრი, ხო და ზუსტად აი ამ ადგილას არის აი ეს კაფე. დილამშვიდობის მეგობრებო, წავიდეთ სამსახურში შევათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორიგე ვარ და მარიკოც და გვიან მოგახსნიეთ ყველას ლიტერატურის ფაზი ვარ. როგორც იცით, დამთავრდა ევროვიზია. სამწუხაროდ ჩვენ დავრჩით ისევ ნახევარფინალის და შესაბამისად ფინალის გარეშე. პრინციპში თავიდანვე ვამბობდი, რომ სამეულში შევიდოდა საქართველო, ბულგარეთი და ისრაელი.
თავიდანვე ამას ვამბობდი. თუმცა სამწუხაროდ საქართველოს ვერ მოხდა. იმდენად კარგი საიმიჯო რგოლი ქონდა საქართველოს და ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ამ რგოლით და ისეთი კარგი ნამუშევარი იყო რა ეთყობოდა, რომ სამწუხაროდ არ მინდა რაღაცა ცუდად გამომივიდეს ჩემი რა ვიცი უსაზღვრო პატივისცემა ამ ადამიანებს. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მათი ბრალი არ არის ამ შემთხვევაში. ძალიან მშრალი იყო სცენა. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სამი იყვნენ, რაღაცა ვერ შეავსეს და როცა ასეთი მაგარი საიმიჯო რგოლი გაქვს, რა ვიცი, რაღაცა ნაწილი ალბათ უნდა გადაიტანო სცენაზე და აი ეს ძალიან დამაკლდა. და ხოთაშორის კრიტიკოსების ამას რო გადავხედე, ზუსტად ეგ იყო ნათქვამი, რომ ძალიან ცარიელი იყო სცენა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი უწინასწარმეტყველებდა ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ წარმატებას, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან კარგი სიმღერა იყო. არ ვიცი, არ მოეწონა ბევრს, რა თქმა უნდა, ყოველს ყველაფერი ვერ მოგვეწონება. მე ძალიან მომწონდა. ძალიან კარგი ვიდეო რგოლი ქონდათ და ძალიან დიდი იმედები მქონდა, სამწუხაროა ძალიან. თუმცა ბანგარანგარამ გაიმარჯვა. რაც შეეხება ბანგარანგარას, ძალიან ენერგიული გოგოა და თან სიმღერა ხა რო გითხათ რომ დიდი რამეა, რა ვიცი, ხა დიდად არ გადავიდიე. მაგრამ მის სამღერი ქონდა ისეთი, რომ აი სიცოცხლე მოგინდება რა. აყვები, ანუ იცეკვებ ხვდებით და თან მარტივი. რაც შეეხება კოსტიუმებს, მე საიმიჯო რგოლში ჩაცმული ჩვენი მომღერლები ბევრად მომეწონა. ნუ გასაგები ამ შემთხვევაში უნდათ რომ ხაზი გავსვათ ბზიკებისათვის და ამიტომ აირჩიეს ეს კოსტიუმი. ფერი, თუმცა ხო არ ვიცი, რაღაცა თითქოს ვერ მოვახდინე იმ სცენას. ეს ყველაფერი აი ძალიან მშრალი იყო რა, აი ძალიან და ძალიან დამწყდა გული. იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი რგოლი ქონდათ და იმის ფონზე სამწუხაროა, რომ რაღაცა ძალიან ჩამქრალი იყო სცენა, რაღაცნაირი ეს იყო სიცარიელე და თითქოს ვეძებდი, რომ ხალხი უნდა გამოვარდნილიყო. ეგეთი შეგრძნება მქონდა რა. მე კი არა, ზოგადად მე მგონი ყოველს ეგ შეგრძნება მქონდა, რომ აი რაღაცა ვიღაცა შემოვა, რაღაცა შეივსება სცენა, მაგრამ არა და შეზღუდვა ნამდვილად არ იყო. მოცეკვავების ანუ ვერ მივხვდი რატო არ დაახმარეს. არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. ძალიან კი ვწუხარ პირდაპირ რო ვთქვათ. ძალიან. აი მე. ისრაელი სადაც გასაგები იქნებოდა, რომ იმიტომ რომ რაღაც ისეთი სიმღერა ქონდათ. თითქოს ყველამ რო დავიმახსოვრეთ რაღაცა ეგეთი რა. დააცნაირი. კარგი მზეა. დაახლოებით 5 დღეა ვლოგი არ დამიდია, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და აი მართლა არც ერთი წუთი არ არსებობდა აღარაფრის. თუმცა ვიღებდი კადრებს ყოველდღურად გზიდან იქიდან, რაც აგიწყეთ და ერთად დავდებ ამას. თუმცა დედას საღამოს რა თქმა უნდა ცალკე დავდებ. ამ ვლოგში არა. ცალკე დაგიდეთ უბრალოდ. აღარ მინდა. დავიღალე შემეშვით ამაძინეთ. დავშით ფიშრო. ძალიან კარგად ჩაიარა დღევანდელმა დღემ.
ქალბატონი, რომელიც მეშვეობითაც შედგა ჩემი დედიკოს საღამო, ძალიან ოჯახური, ძალიან ისეთი სენტიმენტალური გამოდგა. დღევანდელი დღე დაუგეგმავი იყო, იმიტომ რომ წინასწარ არ ვიცოდით და სიურპრიზად გაკეთდა და წინა დღეებში შესაბამისად ვერ მოვემზადეთ ვერანაირი კუთხით. მიყვარს გიჟდები გალერეაზე, აი ყოველთვის მიყვარდა, ყოველთვის ძალიან მიყვარდა. უნივერსიტეტში გამოვივიდი ხომ მივაშტერდებოდი. ხო და საბოლოო ჯამში იყო ძალიან კარგი საღამო, ძალიან ბევრი ემიგრანტი ესწრებოდა, რომელიც კიდევ აპირებს შეერთებას ემიგრაციაში. ზოგი სულ ჩამოვიდა და რაღაცა ისტორიებს ყვებოდნენ, თავის წარდგენა იყო და მოკლედ ძალიან კარგი საღამო იყო რა. ჩემი საყურე გოგოწოთ. ხო და მოკლედ ისეთი ამბები ძალიან კარგი იყო. ჩვენი საბერძნეთის ემიგრაცია არის განსაკუთრებული. აი ხალხო დილის მადლი თქვენცა მეცა მილიონი თქვენცა მეცა ამინ ხალხო მეგრული სწავლა დავიწყე აი მე უფალო მადლობა რომ მომეცი ნიშანი ხალხო რაც ამეტი ენა იცით ხო მეტი ადამიანი ხალხი და ტრენდი ხარ ხო ახლა მე ტრენდობას სულ არ ამაკლია მაგრამ ავიმახლო კვალიფიკაცია ავიმახლო თან ახლა გაიაფთა ხალხო ცხოვრება ახლა ხალხო ამისა პური გახდა შაბილად და ხუთი გახდა რათილარი და რაც ამეტი ენაიც უფრო მეტ ადგილას დავსაქმდები და უფრო იაფი გამომივა ცხოვრება ხო ვისწავლე რამდენიმე სიტყვა მოკოგო ცხაფი რა გინდა გოგო მეორე ცუცი მოკოგო ციე რა გინდა ბიჭო დაუცქედი ციე ხო კიდე ვიცი სიმღერაც ავიცი ათიკო ჩიკო მორთუდო ოსურგირი გენქიაო ოსურ მარა რაღაცა რა ანაჩეს ახლა ხვალა ვიმღერებ ყველაფერს ერთად ხო ვერ ვისწავლი ახლა მე ტვინთა ვარ გამოჭედილი მარა ხო დათვალაც ვიცი ართი ჟირი სუნი დანარჩენი ხვალა რა ვიცი კიდე ქოიჩქუნო სიცი დაუცქედი რა თული სიტყვა და რა მათივად ვისწავლე ქოიჩქუნო ჩაცქედით ხედავთ ქურა მაყად დგას ქოიჩქუნო ახლა რას ანიშნავს ეგ თქვენ დაგადათარგმნით ყველაფერი მე ხო არ უნდა გითხრათ ხო თქვენ საპატივცემულოდ ვსწავლობ გოგოებო და ხალხო და საერთოდ ვინც ახართ მეგრულს ხალხო თქვენი გულისათვის რა ხალხო ის გამწითლებია თქვენი გულისათვის სწავლობ რა თმიდამდენი ენამ ხო სხვა ენებს ასევე ეწაფები ნელ-ნელა რა ახლა მე ისედაც სხვა ენებიც ვიცი მაგრამ ჯერა მეგრული მე გიტარაზეც მინდა შევიდე დაურეკო კალას და დაფინანსებითა გიტარის ფული რო გადამიხადო ახლა დიდი ამბავი ხო და თავჭდე და ისა მეგრული ნანავი მღერო ნანა გიტარა და სანახი ვიკნები მოსასმენი არ ვიცი მაგრამ დასანახი კი ბაი ახლა ონლაინ ამაკ მეგრული ისა ეთი 15 წუთიანი მაგ მე არამცალია 15 წუთი ასასა მოასწრებს ის უნდა მასწავლოს არა ისინი ლაპარაკობს ხო აი მან მუკოგო თქვა მე უკვე ვიყავ პარიზში მე ტომა ასე იძახული ინფლუენსერებმა. ისე თვითონ ვერ დავინახავთ ასე. აი ხალხო დედა როგორი მზისდარი ვიტავარ გამოწყობი არ ვიცი ახლა ჩემი შემხედვარი მზე რატო უნდა ამოვიდეს უკვე ამოსული ვარ ხო იყო ოჯახისა სიწმინდის დღე გილოცავთ ხალხო ყველა საგილოცავთ რაზეა ლაპარაკი ვარა საქართველოში ჩული ქმართა არ არის და ბალღი დედასთან და ისიც მიდის აღნიშნულ მინიმუმი არ ვიცი დავიდა ხალხო იმდენი ემიგრანტი გვყავს ხო არ ვიცი რამდენმა კაცმა აღნიშნეთ გაფიცეთ მამიდაშვილებს სიწმინდის დღე რამდენმა
ოჯახის, იმიტომ რომ ოჯახში ხო უნდა იყოს ბევრი წევრი რამე აღნიშნოთ. მარჭუროდ გახარის რაც აღნიშნავ ხო? ხალხო დაცლილია ქვეყანა, დაცლილი. მადლობა რაღაცებზე ორი თეთრი დაგიკლიათ და ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. მე ვიდედა როგორ გავახარეთ. უღრმესი მადლობა. აღფრთოვანებისაგან კრიჭაბაკ შეკრული. ხო და არ ვიცი. ხადახან ხვარი რომ რაღაცა არ ვიცი. ღმერთო ერთი დღე დამაყენე პრეზიდენტად. ყველა კედელთან. ეგრევე მივაყენებდი. ყველათა დასვიდანიაში გავუქმებდი, მაგრამ ვიყარო კენჭი. ახლა თუ მეტყვი და თუ გვერდში დამიდგებით, კენჭსაც ვიყო და კენჭებსაც. ხო და ვიყარო კენჭი. არ